გამარჯობა, მე ვარ ანი და ეს არის ჩემი რიგით მეორე პოდკასტი. რაც ემსახურება ქართული ოცნების დანაშაულების მხილებას და რუსული რეჟიმის მხილებას, მოკლედ რომ ვთქვათ და კონკრეტულად. დღეს მინდა გესაუბროთ ძალიან მძიმე და სენსიტიურ საკითხზე. სამწუხაროდ 2024 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის 1 ივნისამდე საქართველოში 12 ბავშვის, 12 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა არალეგიტიმური ქართული ოცნების დაუდევრობას, უპასუხისმგებლობას და იმ სიღარიბეს, რაც დღეს არის შექმნილი ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, 10 თვის განმავლობაში 12 ბავშვის გარდაცვალება ასეთი პატარა სახელმწიფოსთვის არის სრული კატასტროფა. ეს სახელმწიფო არ არის, ეს არის ჩამოშლილი სახელმწიფო. როცა არ შეუძლია სახელმწიფოს, რომ 10 თვის განმავლობაში 12 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლეს ვერ მოუფრთხილდეს და ვერ გადაარჩინოს, არ ვიცი, ეს არის უზომოცავალო მდგომარეობა. და ქართული ოცნების არალეგიტიმური წევრები გამოვლენ კიდევ და კიდევ გველაპარაკებიან იმაზე, თუ როგორი ბედნიერი ქვეყანაა, თუ რა ბედნიერად ვცხოვრობთ, როგორი ეკონომიკური ზრდა გვაქვს სრულიად ევროპაში და რეგიონში ყველაზე წამყვანი ქვეყანა ვართ. ის რომ სიღარიბე არ არის ქვეყანაში და სრულიად დალხენილი ცხოვრება გვაქვს, ესე არ არის. და ქართული ოცნების ამომრჩევლებს ვესაუბრები პირველ რიგში ამ პოდკასტით, რომ დავანახო ქართული ოცნების რეალური სახე, რომ ისინი არიან სრულიად უპასუხისმგებლო და დაუდევარი ადამიანები და ერთი წუთითაც არ ფიქრობენ თავიანთი ხალხის და თავიანთი ქვეყნის კეთილგანწყობაზე, მათ სიცოცხლეზე და იმაზე, რომ შეუქმნან სიცოცხლისთვის ისეთი პირობები, რომ ბავშვები, ადამიანები, უფროსები იქნებიან ესენი თუ მცირეწლოვანი ბავშვები, სიღარიბით არ კვდებოდნენ, შიმშილობით არ კვდებოდნენ. და მინდა შევეხო იმ თემას, რაც არის რიგით ჩემი პირველი кейსი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა არსებობს და 2024 წელს 18 წლამდე ასეკის 369,924 ბავშვი იყო რეგისტრირებული სოციალურად დაუცველად და დღეს 2025 წელს იყო სოციალურად დაუცველთა სიაში რეგისტრირებული, როგორც თქვი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყოველი მესამე ბავშვი იღებს შემწეობას. რაც ასევე განმეორდები საქართველოს დონეზე, ასეთ პატარა სახელმწიფოში კატასტროფაა და სავალალო მდგომარეობაა. საქართველოში გაიზარდა სიღარიბის დონე, ეკონომიკური კრიზისი გვაქვს, არის საშინლად დიდი ეკონომიკური კრიზისი და ჯერ სად ვართ? ქართული ოცნების ამომრჩევლობა. თქვენ მოგმართავთ პირველ რიგში, რომ ჯერ სად ხართ? ჯერ ყველაფერი ძალიან წინ არის. ხედავთ, რომ დღითი დღე ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება ფასი ელემენტარულ პროდუქტებზე. პური იქნება ეს კვერცხი, ზეთი თუ ასე შემდეგ. თქვენ შეგეხებათ, თქვენამდეც მოვა ეს ყველაფერი და ჯერ კიდევ დრო გაქვთ ამ ყველაფრის გამოსასწორებლად და სანამ თქვენს შვილებს და თქვენს ოჯახებს არ შეეხებათ ეს ყველაფერი, მანამ გაახილეთ თვალები, მანამ შეხედეთ რეალობას რეალური თვალით და არა ვარდისფერი სათვალეებით და რეალურად დაინახეთ თქვენი ბელადი ბიძინა ივანიშვილის, რუსი ბიძინა ივანიშვილის ნამდვილი სახე. იმიტომ რომ მე უკვე ძალიან გვიანი იქნება თქვენს რომ შეგეხებათ ეს ყველაფერი და თქვენი შვილებიც რომ იგემებენ ზუსტად იმავეს, რაც ბოლო 10 თვის განმავლობაში 12 მცირეწლოვანმა ბავშვმა იგებენ. დავალიანების გამო გათიშული ელექტროენერგია და დაღუპული 2 ტყუპი ძმა. 2024 წლის 13 აგვისტოს ზუგდიდში გვინღამით გაჩნდა ხანძარი, რასაც შეეწირა 2 მცირეწლოვანი ბავშვი. მეზობლების თქმით, სახლში გარდა ამ 2 ძმისა იყო კიდევ 2 მცირეწლოვანი ბავშვი. საბედნიეროდ იმ 2 მცირეწლოვანმა ბავშვმა მოასწრო გამოსვლა, მაგრამ პატარა 6 წლის ბავშვებმა ვერ მოასწრეს. და დაგვიდგა სავალალო მდგომარეობა. ახლა რაში არის პრობლემა? ეს თავისთავად პრობლემაა, მაგრამ ამისი გამომწვევის მიზეზი რა იყო? ამისი გამომწვევის მიზეზი იყო სიღარიბე. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ სამინისტროს ცნობით ეს ბავშვები დედას ყავდა განცალკევებული, ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იყვნენ, რადგანაც არ ქონდა იმის საშუალება, რომ თავად ერჩინა საკუთარი შვილები ქვეყანაში შექმნილი სიღარიბის და გამო. მაგრამ ისე მოხდა, რომ სახელმწიფომ ბავშვები დედას დაუბრუნა ისევ. დედას, რომელსაც მანამდე ქონდა ნათქვამი, რომ არ შეეძლო საკუთარ შვილებზე ზრუნვა იმის გამო, რომ არ ქონდა ფიზიკურად ამის შესაძლებლობა და საშუალება.
და დავდექით იმ ფაქტის წინაშე, რაც მოხდა. როგორც მეზობლები ამბობენ და როგორც გარდაცვლილი ბავშვების დედა ყვება, სამსახურში იყო წასული თხილის საკრეფად და ბავშვებს რომ ელექტროენერგიის არ ქონის გამო ბნელ ოთახში ბავშვები რომ ელექტროენერგიის არ ქონის გამო ბნელ ოთახში არ ყოფილიყვნენ და არ შეშინებოდათ გვიან-ღამით გამოგვიძების დროს დაუტოვა სანთელი. და სწორედ ამან გამოიწვია ხანძარი. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ბავშვების გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში თუ სადღაც მეორე-მესამე დღეს გამოაქვეყნა სრულად სამარცხვინო პოსტი. მათ დაწერეს ციტირებას ვერ მოვახდენ სამწუხაროდ სამარცხვინო პოსტი მოკლედ და აქედან გავაგრძელებ მე იმას რომ თურმე ოჯახს დაენიშნა მინიმალური რაოდენობის შემწეობა და რომ ეს მინიმალური რაოდენობა იყოფოდა 4 მცირეწლოვან ბავშვს. და შემდეგ უკვე ამ პოსტს და ამ განცხადებას მოყვა Facebook-ზე საშინლად კატასტროფული ტროლების შემოსევა. რომ ბავშვების გარდაცვალებას აბრალებდნენ დედას, შვილმკვდარ დედას აბრალებდნენ საკუთარი 2-6 წლის ბავშვის სიკვდილს. რომ მას თურმე ქონდა ამის შესაძლებლობა, სახელმწიფო ურიცხავდა თურმე ფულს და დედა უბრალოდ ყურადღებას არ აქცევდა თურმე ბავშვებს. ანუ წარმოგიდგენიათ რა დონის ნონსენსია ეს ყველაფერი და როგორი საშინელი ნარატივია ქართულ ოცნებაში გავრცელებული, რომ საკუთარმა დედამ გაწირა შვილები? ანუ არ ვიცი, ესეთ რაღაცას არავინ არ აკეთებდა არასდროს და არც გამიგია აქამდე, რასაც ქართული ოცნება დღეს აკეთებს. თავიანთი ტროლბოტებით იქნება ეს, Facebook-ზე საშინელი კომენტარებით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სამწუხაროდ საბოლოოდ ყველაფერი დედას დააბრალეს, იმის მაგივრად, რომ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე აიღო ქართულ ოცნებას. დღემდე ეს თემა, დღემდე ეს საქმე არ არის გამოძიებული და არსებობს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, მაგრამ ამ ქვეყანას პატრონი არ ყავს და შესაბამისად ბავშვებს ისევ კარგავთ, ისე კარგავს სახელმწიფო მცირეწლოვან ბავშვებს, რომ ამაზე პასუხს არავინ არ აკეთებს. და ეს ყველაფერი რომ უნდა დასრულდეს, ალბათ ყველა თანხმდებით. შემდეგი кейსი არის ხანძარ შეწირული, ასევე ხანძარ შეწირული 5 მცირეწლოვანი ბავშვი. ერთი ოჯახიდან 5 მცირეწლოვანი ბავშვი. არ ვიცი, მე ასეთი საშინელი და კატასტროფული თემა დიდი ხანია არ მომისმენია, რაც მოხდა 2025 წლის 5 იანვარს. ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში 5 იანვრის დილას ჭოლარიების სახლში გაჩნდა ხანძარი. ასევე აქაც გვაქვს სიღარიბესთან საქმე. ოჯახს არ ქონდა დიდად იმისი შესაძლებლობა, რომ მუდმივად ელექტროენერგიაზე ყოფილიყვნენ და ზოგადად ოჯახზე, მხოლოდ ოჯახს არა, ანუ სოფელზე მაქვს მთლიანად ლაპარაკი. წარმოიდგინეთ 21 საუკუნე 2025 წელი და სოფელში მცხოვრებ ადამიანებს არ აქვთ იმისი ფუფუნება, რომ მუდმივად ელექტროენერგიაზე იყვნენ და იმის გამო რომ ნაკლების გადახდა მოუწიოთ, იყენებენ შეშის ღუმელს. და რა მოხდა? სამწუხაროდ დედა გარდაცვლილი ბავშვების დედა შეუძლოდ იყო და იწვა საავადმყოფოში. დილას მამა გავიდა სახლიდან, რომ დედასთან მისულიყო და გაიგო მისი მდგომარეობა და 5 მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა ბებიასთან. გავრცელებული ინფორმაციით კი ხანძარი სწორედ შეშის ღუმელის ანთებამ გამოიწვია. რაც როგორც ვახსენე, ისევ და ისევ მიზეზი არის სიღარიბე. ოკუპირებულ აფხაზეთში ზოგადად ძალიან დიდი პრობლემა არის ელექტროენერგიის და როგორც ვიცით, გრაფიკით მიეწოდება ელექტროენერგია თელს რეგიონს. შესაბამისად, ზამთარში, ყინვაში ბავშვები რომ არ გაიყინონ, იყენებენ შეშის ღუმელს და სწორედ ამან გამოიწვია ის შედეგი, რაც დაუდგა ამ ოჯახს. და ამ кейსით იკვეთება კიდევ ერთი პრობლემა გარდა სიღარიბისა. სახელმწიფო არ აქცევს ყურადღებას მავთუხლართებთან დატოვებულ ოჯახებს, მარტო დატოვებულ ოჯახებს. შემდეგი ტრაგიკული ისტორია არის მე-10 კლასელ იოსებზე. მე-10 კლასელ ბავშვზე, რომელიც თავისი საყვარელი საქმიანობით იყო დაკავებული, სანამ ეს უბედური შემთხვევა მოხდებოდა. მუსიკა უყვარდა ძალიან იოსებს და სწორედ მუსიკის გაკვეთებიდან ბრუნდებოდა, როცა ეს მოხდა. მეგობრები როგორც იხსენებენ, 5 საათი იყო და იყვნენ ქალაქის ცენტრში, რიყის პარკში, დოქებთან.
რა დროსაც ბავშვი ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გავიდა გვერდით და უცბად ისმის ყვირილი, რომ ბავშვი ჩავარდა თხრილში, რომელიც იყო წყლით სავსე და მეგობრებმა სამწუხაროდ ვერ შეძლეს მე-10 კლასელი იოსების გადარჩენა. წესით, რაც ყველაზე მთავარია, პერიმეტრს და იმ ადგილს, სადაც უშუალოდ დოქებია, დაცვის სამსახური უნდა აკონტროლებდეს 24 საათის განმავლობაში. მაგრამ ჟურნალისტებმა რომ ჩაატარეს გამოძიება და გაისაუბრნენ იქ მყოფ დაცვის თანამშრომლებს, მათგან იყო ესეთი აბსურდული პასუხები. 3 დღე არაც აქ მუშაობა დავიწყე და არ ვიცი საერთოდ რა ხდება. მეორე იყო ის, რომ რაღაც ყვირილი გავიგე, მაგრამ რა ჩემი საქმე იყო. მოზარდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელა დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა და თქვა, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა, რაც მოხდა კერძო ტერიტორიაზე და არა სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე. და ჩვენ კარგად ვიცით, რომ როცა ეს უბედური შემთხვევა მოხდა, ეს არ იყო კერძო ტერიტორია. ეს იყო სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორია. და არსებობს ძალიან ბევრი კანონი იმისა, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორია, როცა ასეთი ღრმულები, ორმოები თუ ასე შემდეგ, რაღაცა მილიარდის საშინელი ადგილები არსებობს, უნდა შემოიღოს ყოველგვარი წესის დაცვით, რომ შიგნით ვერ შეძლოს შეღწევა ვერავინ. მით უმეტეს მცირეწლოვანმა ბავშვმა. და ამით იმის თქმა მინდა, რომ რიყის დოქების ტერიტორიაზე მომხდარი ამ ტრაგიკული შემთხვევით მარტივი დასანახია ის, თუ რა მძიმე სურათის წინაშე დგას დღეს ქვეყანა. ძალიან ტრაგიკულია ის ფაქტიც, თუ როგორ აღწერენ იმ პროცესს გარდაცვლილი ბავშვის მეგობრები და რომ დღემდე ძალიან ცუდად ახსენდებათ ის მომენტი. ბავშვები ამბობენ, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელით ეჭირათ მეგობარი, რომ როგორმე გადაერჩინათ, მაგრამ რადგან ღრმულში იყო წყალი, ბავშვის ქურთუკი სწრაფად დასვოლდა, ასევე თვითონ წონამაც ძალიან ცუდად იმოქმედა და სამწუხაროდ ვერ მოახერხეს მცირეწლოვანმა ბავშვებმა თავისი მეგობრის გადარჩენა და დავდექით საულალო მდგომარეობის წინაშე. ბავშვები იხსენებენ, რომ დღემდე დაკაწრული აქვთ ხელები და ძალიან ცუდად ახსენდებათ ის მომენტი და ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გარდაცვლილი ბავშვის მეგობრებმა მიიღეს ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა. დღემდე ეღვიძებათ ღამე და ყვირიან, რომ გიჭერ მომკიდე ხელი გადაგარჩენ. წარმოიდგინეთ, მე-11 კლასელი ბავშვებისთვის როგორი მძიმე ტრავმაა ეს ყველაფერი, რა მოხდა და მთელი ცხოვრება რომ ვერ დაივიწყებენ იქ მიღებულ ასეთ ფსიქოლოგიურ ტრავმას. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, და ორი აზრი არ არსებობს ამაში, რომ არის სახელმწიფოს ბრალი. არავინ არ გაბედოს და არ დაადანაშაულოს არც ოჯახი, არც მეგობრები და არც იქ მყოფი და იქ გარშემო მყოფი ადამიანები. იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი, რომ დაცვის პოლიცია არასრულებდა თავის მოვალეობას და არ იყო იმ მომენტში, როცა ბავშვები იმ ადგილას იყვნენ მისული, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ და ის რომ საერთოდ პირველ რიგში შემოღობილი უნდა ყოფილიყო ის ადგილი და არ იყო და რა თქმა უნდა, ეხლა შემოღობილი არ იყო ტერიტორია და რაზე უნდა ვილაპარაკოთ საერთოდ რა დაცვაზე და რა ადამიანების გარშემო მყოფებაზე და განმეორდები ისევ რომ ეს არის სრულიად სახელმწიფოს ბრალი. მათი დაუდევრობის, მათი უპასუხისმგებლობის და მათი უყურადღებობის. იმის რომ სახელმწიფო არ ზრუნავს თავის ხალხზე, არ ზრუნავს ბავშვებზე და კანონით გათვალისწინებული რაც არის რომ ადგილი რომელიც არ არის უსაფრთხო და იქ არ უნდა შევიდეს უცხოპირი და რომ უნდა იყოს შემოღობილი და შემოსაზღვრული, ეს არ იყო დაკმაყოფილებული. და მივიღეთ კიდეც ასეთი სავალალო მდგომარეობა, რომ მე-10 კლასელი ბავშვი შეეწირა სახელმწიფოს დაუდევრობას. შემდეგი თემა ეხება ეგრეთ წოდებულ ოცნების ქალაქში დაღუპულ 8 და 5 წლის ბიჭების ამბავს. 2025 წლის 15 თებერვალს ხელვაჩაურში თვითნებურად შექმნილ ეგრეთ წოდებულ ოცნების დასახლებაში
სადაც 1000-ზე მეტი ოჯახი უკვე წლებია ცხოვრობს. სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში გარდაიცვალა 5 და 8 წლის ბავშვები. აღნიშნავ იმ ფაქტს აქვე, რომ საშინლად კატასტროფული მდგომარეობაა სიღარიბის მხრივ, კონკრეტულად იმ დასახლებაში. სახელმწიფო პირდება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მათ ბინებს, სახლებს, მაგრამ რა თქმა უნდა და არც არავის ქონდა იმის ილუზია, რომ სწრაფად გააკეთებდნენ, დღესაც კი არ არის შესრულებული დაპირება, როგორც სხვა დანარჩენი დაპირებები. ახლა კი კონკრეტულად ამაზე რომ ვისაუბრო, ყველაზე შემაზრწუნებელი რაც იყო, არის ის, რომ სანამ ეს შემთხვევა მოხდებოდა, სანამ ეს უბედური და ტრაგიკული შემთხვევა მოხდებოდა, წინა დღით ირაკლი კობახიძე და თორნიკე რიჟვაძე იყვნენ ჩასული ოცნების ქალაქში. შემოღობილი ჰქონდათ ტერიტორია, სადაც უშუალოდ მიმდინარეობდა სამშენებლო პროცესები. ჩაატარეს პრეზენტაცია, დახატეს ძალიან ლამაზად ის ყველაფერი, რომ როგორი ლამაზი იქნებოდა ეს ტერიტორია, რომ აშენდებოდა, რომ ყველა იქ მცხოვრები ადამიანი მიიღებდა სახლს, ასე შემდეგ, როგორც 13 წლის განმავლობაში გვიჭედავენ თავს და გვიხატავენ ბედნიერ საქართველოს, მაგრამ ბედნიერების ამ საქართველოს არაფერი არ ეტყობა ამ ეტაპზე. და ისე მოხდა, რომ დაასრულეს ღონისძიება და ეს კონსტრუქციები, რითაც ჰქონდა შემოღობილი ეს უბედური შემთხვევის ადგილი, აშალეს და მიატოვეს. ისე უბრალოდ. ისე რომ ნებისმიერ ადამიანს შეძლო იქ შესვლა. და სამწუხაროდ ასეც მოხდა. ღონისძიების მეორე დღეს ბავშვები, 5 და 8 წლის ბიჭები გასული იყვნენ სახლთან ძალიან ახლოს სათამაშოდ და სამწუხაროდ სიბნელეში ვერ დაინახეს ღრმული. ღრმული, რომელიც ხაზგასასმელია, წინადღით იყო შემოღობილი კობახიძის და რიჟვაძის დასანახად და მეორე დღეს ახსნეს ღობე. ბავშვები ჩავარდნენ ღრმულში და ემსხვერპლნენ ამ ყველაფერს. 6 საათი ეძებდნენ ბავშვებს და შემდეგ უკვე სავალალო მდგომარეობა დადგა და 2 მცირეწლოვანი ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს ღრმულში. ტრაგიკული შემთხვევა მოხდა და დღემდე პასუხი არავის არ უგია. დღემდე გახსნილია ეს საქმე და დღემდე ქართული ოცნების არც ერთი წევრი არ დასჯილა ამ ყველაფრის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ ეს შემთხვევა, როგორც წინა სხვა შემთხვევები, არის სრულიად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. და სამწუხაროდ იმ ტერიტორიაზე, როგორც უკვე აღვნიშნე, 1000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ის ადამიანები ყოველდღიურად არიან რაღაცა საფრთხის წინაშე. იქნება ეს ხანძარი, წყალდიდობა, დატბორვა თუ ასე შემდეგ. მაგრამ სახელმწიფო რა თქმა უნდა ამაზეც ხმას არ იღებს. შემდეგი ამბავი ეხება 2025 წლის 8 აპრილს ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 13 წლის ბიჭს დაეჯახა სამგზავრო მატარებელი და სამწუხაროდ ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ფიზიკურად შეუძლებელია ამ გზის ავლა და სხვა გზით გადასვლა, იმიტომ რომ სწორედ ამ ლიანდაგის გადაკვეთის შემდეგ არის სკოლა, პარკი, გასართობი ადგილი და ასე შემდეგ. როგორც მოსახლეობა ამბობს, აქ იყო გამაფრთხილებელი ნიშანი, მაგრამ ახლა აღარ არის გამაფრთხილებელი ნიშანი. და სწორედ ამ დაუდევრობის მსხვერპლი გახდა 13 წლის დათუნა. და ბოლოს 2025 წლის 11 აპრილს ეგრეთ წოდებული ტიტანიკის კორპუსში 13 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა და სამწუხაროდ ადგილზევე დაიღუპა. ეგრეთ წოდებული ტიტანიკის მცხოვრებლები ბოლო პერიოდის განმავლობაში მერიას ხშირად მიმართავენ კორპუსის გაუმართავობის შესახებ, ლიფტის გაუმართავობის შესახებ, მაგრამ ფაქტია, მერიისგან საპასუხოს ვერაფერს ვერ იღებენ. და სწორედ ამ დაუდევრობამ და უყურადღებობამ, რაც ძალიან ბევრჯერ აღვნიშნე, ეს არის უყურადღებობა, რადგანაც როცა შენი ხალხი მოგმართავს განცხადებით, რომ მისი საცხოვრებელი კორპუსი არის გაუმართავი და სიცოცხლისთვის საშიში, შენ კი არ უნდა გაჩვენდე და უგულებელყო ხალხის მიმართვა. უნდა მიხვიდე და ყურადღება მიაქციო, თორემ დადგება სავალალო შედეგი, როგორც დადგა 13 წლის ბავშვისთვის. სამწუხაროდ, დღეს განხილული кейსები არის ზღვაში წვეთი, რაც მომხდარა ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში. იყვნენ ბავშვები, ახალგაზრდები, არ მინდა ჩავმართვა ქართული ოცნების პერიოდში. ხო. ძალიან ბევრი ესეთი შემთხვევა მოხდა
რასაც ვერ ვისაუბრებ ფიზიკურად ასეთ მოკლე ხანში, მაგრამ აქ იმისთვის ვარ, რომ გესაუბროთ ქართული ოცნების ყველა იმ უბედურ შემთხვევაზე, რაც მომხდარა გასული წლების განმავლობაში და დღემდე არ მიცემულა პასუხისგებაში არავინ, იმიტომ რომ არიან ქართული ოცნების მფარველობის ქვეშ. სწორედ ამიტომ ეს არის ძალიან მცირე რაოდენობა იმისა, რაც მოყვა არალეგიტიმური მთავრობის და არალეგიტიმური ქართული ოცნების უპასუხისმგებლობას, დაუდევრობას და ჩვენ ყველაფერი უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ეს აღარ გაგრძელდეს. იმიტომ რომ საკმარისია ეს ყველაფერი და დღევანდელ თემას რომ შევეხო ისევ, ბოლო 10 თვის განმავლობაში დაღუპული 12 ბავშვი არის სრულიად კატასტროფა. და ადამიანი არ არსებობს, ვისაც ეს მოეწონება და ვინც ამაზე თვალს დახუჭავს. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, ძალიან ცოტა დრო გვაქვს ამისთვის დარჩენილი. ძალიან ცოტა და ერთი ნაბიჯი გვაკლია იქამდე, რომ გავხდეთ ავტორიტარული ქვეყანა. და ამიტომ მე პირადად გირჩევთ ადამიანურად, მეგობრულად, რა ვიცი, ძალიან რბილი ენით და მეგობრული ენით გირჩევთ, რომ გაახილოთ თვალები და ვინც ჯერ კიდევ არ გამოსულხართ გარეთ, არ გამოგიხატავთ თქვენი რეაქცია და თქვენი პოზიცია, გამოხვიდეთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი, რომ დღეს საქართველოს კარგავს სრულიად თავის სახელს და რა ვიცი, შესაძლებელია, მართლა შესაძლებელია, იმიტომ რომ 13 წელი გვატყუებენ, თვალში ნაცარს გვაყრიან, გვიკლავენ შვილებს, გვიკლავენ ოჯახის წევრებს და რა ვიცი, უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი, თორემ მასე შორს ვერ წავალთ და საქართველოს ჩამოიშლება. აღარ იარსებებს საქართველოს როგორც სახელმწიფო.